გამარჯობა, ალბათ ყველა მიცით ანიმე One Piece და თუ არ იცით ახლა მე გავაკეთე მის მოკლე აღწერას. ერთმა მეკობრემ სიკვდილის წინ თქვა, რომ დამალა განძი, რომელშიც იყო 800 მილიონი ბელი. ამიტომ ყველას მოუნდა გამხდარიყო მეკობრე და ეპავა განძი. ასე დაიწყო ომი ზღვის პოლიციელებსა და მეკობრეებს შორის. ანიმე One Piece-ში არსებობს დემონური ხილები, რომლებსაც აქვს სხვადასხვა ძალა, მაგალითად ეს არის ცეცხლის დემონური ხილი, რომელსაც აქვს ცეცხლის ძალა. რადგან მოკლე აღწერა გაკეთებულია, ახლა შეგვიძლია გადავიდეთ ანიმე One Piece-ის ტოპ 20 ძლიერ პერსონაჟზე. პირველი არ გაგიკვირდებათ და არის მზის ღმერთი ნიკა, რომელზეც ბევრი ბრძოლა არ ვიცით, თუმცა ვიცით, რომ ყველაზე ძლიერია, იმიტომ რომ მან შექმნა დემონური ხილები. მეორე ადგილზე ჯოი ბოი, არც მის შესახებ ვიცით ბევრ ბრძოლაზე, თუმცა მის შესახებ ის ვიცით, რომ მას ჰქონდა მზის ღმერთი ნიკას ხილი ნაჭამი და იყენებდა მის სრულ პოტენციალს. ამიტომ დამსახურებული მეორე ადგილი. მესამე ადგილზე გავიდა იმუ. იმუ არის ყველაზე ძლიერი საზღვაო პოლიციელი და მას იმხელა გამოცდილება აქვს და ისეთი იარაღებზე აქვს ცდომა, რომ უბრალოდ ძალიან ძლიერია. და არც ვიცით იმუს სრული ძალები. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჯოი ბოის ებრძოდა თანაბრად, ამიტომ იმუს დამსახურებული მესამე ადგილი. მეოთხე ადგილზე გავიდა გოლდი როჯერი, რომელმაც წამოიწყო მეკობრეების ერა. მას ჰქონდა ძალიან ძლიერი ხმლის ოსტატობა და მან მოიპოვა ერთადერთი მეკობრეების მეფის ტიტული, ამიტომ დამსახურებული მეოთხე ადგილი. მეხუთე ადგილზე გავიდა თეთრ წვერა, რომლის სიკვდილის შემდეგაც ყველა მეკობრემ დაიწყო მეკობრეთა მეფის ტიტულისთვის ბრძოლა, რადგან ის იყო აშკარა ფავორიტი ამ ტიტულისთვის, თუმცა როდესაც ის მოკვდა, უკვე ყველას მიეცა შანსი, რათა გამხდარიყო მეკობრეთა მეფე. ამიტომ თეთრ წვერა არის ძალიან ძლიერი. თან მას აქვს ხილი ნაჭამი, რომელსაც ჰქვია გურაგურანომი, რომელიც საშუალებას გაძლევს გატეხვა ყველაფერი. თეთრ წვერამ კი ეს ისე დააოსტა და ისტეხავდა ჰაერს, რომლითაც იმხელა ვიბრაციები წარმოიქმნებოდა, რომ ერთი დარტყმით იწვევდა ცუნამებს. ის იმიტომ მოკვდა, რომ გამოუცხადა მთლიან საზღვაო პოლიციას ომი, სადაც იმარჯვებდა, თუმცა მისიანმა უღალატა, ამიტომაც თეთრ წვერა დამარცხდა. თან ეს არის უკვე მოხუცებული თეთრ წვერა, ახალგაზრდობაში კიდევ უფრო ბევრად ძლიერი იყო, ამიტომ დამსახურებული მეხუთე ადგილი. მეექვსე ადგილზე გავიდა მონკი დი დრაგონი, რომელიც არის ლუფის მამა და მისი დემონური ხილი გამოიყურება ასე, თუმცა სამწუხაროდ მის სახელი არ ვიცით. დემონური ხილის ძალა ის არის, რომ მას შეუძლია ამინდის კონტროლი და მისი შესვლა, თუმცა მონკი დი დრაგონმა ის ისე დააოსტატა, რომ რაც ამინდში შედის, ანუ ქარი, ელოა, წყალი და ასე შემდეგ, ამის კონტროლი შეუძლია დრაგონს. ამიტომ მას ერგება ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული მეექვსე ადგილი. მეშვიდე ადგილზე მონკი დი ლუფი, რომელსაც აქვს მშვენიერი ჰაკი და ასევე აქვს სამეფო ჰაკი, რაც ძალიან კარგია, თუმცა მისი მთავარი პლუსი არის დემონური ხილი, ჰიტო ნომი, რომელიც ასე გამოიყურება. მისი ძალა არის წარმოდგენის, თუმცა თავიდან ლუფის ეგონა, რომ ეს იყო რეზინის ხილი და ეს არის მზის ღმერთი ნიკას ხილი, ამიტომ ლუფი არის ძალიან ძლიერი. მაგრამ ვერ იყენებს ჯერ ამ ხილის სრულ პოტენციალს, ამიტომ უფრო მაღლა ვერ დავაყენებ. მერვე ადგილზე გავიდა მონკი დი გარპი ლუფის ბაბუა, რომელსაც არ აქვს არანაირი დემონური ხილი ნაჭამი, თუმცა აქვს ძალიან ძლიერი ჰაკი და მის ერთ დარტყმას უბრალოდ შეხედეთ რა შეუძლია, ეს არის მისი მხოლოდ ერთი დარტყმა, რომლითაც ებრძოდა სამ ადმირალს ერთდროულად და გაუქაჯა, ამიტომ დამსახურებული მერვე ადგილი. მეცხრე ადგილზე გავიდა შანქსი, რადგან ის არის ძალიან ჭკვიანი და ასევე ხმლის ოსტატობაში არის ძალიან ძლიერი, მას აქვს ძალიან კარგი ჰაკი და შეხედეთ უბრალოდ თეთრ წვერამ მოუქნია მთელი ძალით, შანქსმა კი დაბლოკა. ანუ ძალიან ძლიერია, ასევე ამ შეჯახების დროს ცაცკი გაიყო შუაზე. ამიტომ შანკს ეკუთვნის თავისუფლად მეცხრე ადგილი. მეათე ადგილზე გავიდა დრაკო მიჰოუკი შევარდენის თვალა, რომელსაც ტიტული აქვს სამყაროში ყველაზე ძლიერი ხმლის ოსტატიც და მართლაც რომ შეხედეთ უბრალოდ ამხელა გემს ერთი ხმლის მოქნევით რა გაუკეთა. თუმცა შანკს ეწინ ვერ დავაყენებდი, მიუხედავად იმისა, რომ ხმლის ოსტატობაში ჯობია, თუ ჭკუასაც გავითვალისწინებთ და ჰაკსაც და ასე შემდეგ არ ჯობია შანკს. მეათე ადგილიდან მე-15 ადგილამდე ეს ხუთი უკუცესი ყავებს ადგილს, თუმცა მათ ერთმანეთს ვერ შევადარებ, ამიტომ გადავიდეთ შემდეგზე, არაფერი არ არის სათქმელი. მე-16 ადგილს იკავებს კაიდო, რომელიც არის გიგანტი, რის გამოც არის ძლიერი და დიდი, თუმცა მისი სისუსტეებია ის, რომ არის ჭკუა სუსტი და არის ნელი. მას აქვს დემონური ხილი ნაჭამი სახელად უო ნომი, რომლითაც იქცევა დრაკონად, თუმცა მისი მინუსები მაინც რჩება სისწრაფე და ჭკუა სუსტობა. ამიტომ კაიდო
გავიდა დამსახურებულად მე-16 ადგილზე. მე-17 ადგილზე გავიდა როქსტი ხებეცი, რომელიც ერთდროულად ებრძოდა გარპს და როჯერს და უკაჩავდა, ამიტომ არის ძალიან ძლიერი, თუმცა რადგან მისი სრული ძალები არ ვიცით, რაც არის გამოჩენილი, იმით უნდა ვიმშელოთ, ამიტომ უფრო მაღალ ადგილზე ვერ გავუშვი. დამსახურებული ადგილი როქსტი ხებეცს მე-17-ზე. მე-18 ადგილზე გავიდა ლინ ლინი, იგივე ბიგ მამი, ყველაზე ძლიერი ქალი პერსონაჟი, რომელსაც დემონური ხილი აქვს სახელად სორუ ნომი, რომელიც საშუალებას გაძლევს ვისაც შენი ეშინია, ამოაცალო სული და ჩაუნერგო ნებისმიერ საგანს. ასევე საშუალებას გაძლევს შენი სულის ნაწილითაც გააძლიერო ეს საგნები. მისი 3 ყველაზე გავრცელებული გადაქცეული ნივთებია ღრუბელი, მზე და ქუდი, რომელიც ხმლად იქცევა. მაგრამ ბიგ მამის სიზუსტეებიც არის უფრო ჭკუასუსტობა ვიდრე კაიდო და უფრო ნელი ვიდრე კაიდო, ამიტომ მე-18 ადგილი. მე-19 ადგილი კოზუკი ოდენი, რომელსაც არ აქვს ნაჭამი დემონური ხილი, თუმცა მისი ხმლის ოსტატობით, ჰაკითა და ძალით იმდენად ძლიერი იყო, რომ ებრძოლა თეთრ ჭვერას. ის იყენებდა 2 ლეგენდარულ ხმალს სახელად ენმა და ამენო ჰაბაკირი. ამიტომ დამსახურებული მე-19 ადგილი კოზუკი ოდენს. მე-20-ზე გავიდა საკაზუკი, იგივე აკაინუ. მას არ აქვს ძალიან ძლიერი ჰაკი ან რამე, თუმცა აქვს ძლიერი დემონური ხილი სახელად მაგუ ნომი, რომელიც იძლეოდა მაგმის ძალას და ალბათ დამეთანხმებით, რომ მაგმის ძალა არის ძალიან ძლიერი. თან საკაზუკი არის ჭკვიანი, მას აქვს გამოცდილება, ამიტომ ის გაუშვი მე-20 ადგილზე. თან ის ძალიან ცივი პერსონაჟია, ამიტომ კიდევ ერთი პლუსი. შემდეგში როგორი სტილის ვიდეო გირჩევნიათ რომ გადავიღო? განვიხილო დემონური ხილის ტიპები და მათგან თითოეული, თუ ამ სტილის ვიდეო გადავიღო ნებისმიერ სხვა ანიმეზე და თუ მეორეს ირჩევთ, მაშინ მითხარით და კომენტარებში დაწერეთ თუ რომელ ანიმეზე გადავიღო ამ სტილის ვიდეო. შეხვედრამდე!